და სტუდიო იწყებს პირველ რეალიტ შოუს დასავლეთ საქართველოს შემდეგი ტელეკომპანიების ეთერში. რიონი, ოდიში, ეგრისი, მეცხრე ტალღა, არგო, გურია ტივი, ტევ ერა. ეს რეკლამა სწორედ შენს შესახებაა და სტუდიო გაძლევს შანსს შეცვალო შენი მომავალი. ჩვენ ვიწყებთ უპრეცედენტო სატელევიზიო რეალიტ შოუს. პირველი რეალიტი შოუ დასავლეთ საქართველოში. მიიღეთ კასტინგში მონაწილეობა 18-დან 30 წლამდე დაინტერესებულმა. არაორდინალურმა, ორიგინალურმა და განსხვავებული ინტერესების მქონე ახალგაზრდებმა. მოხდით ჩვენს პროექტში. მოიგეთ პირველობა, მთავარი პრიზი, ბინა ქუთაისში და რაც მთავარია, ტელემაყურებლების სიმპათია. რეალიტი შოუ 13 თქვენი მომავლის შეცვლის უდიდესი შანსია. კასტინგები გაიმართება შემდეგ ქალაქებში. 25-26 ივნისი, ქუთაისი. 28 ივნისი, ზესტაფონი. 30 ივნისი, საჩხერე ჭიათურა. 1-2 ივლისი, ზუგდიდი. 4-5 ივლისი, ფოთი. 7 ივლისი, ოზურგეთი. 10 ივლისი, ბათუმი. შესაჩევ კონკურსს გააჩნია სპეციალური წესები. თუ გსურს კასტინგში მონაწილეობა, მაშინ ეწვიე და სტუდიოს ვებგვერდს 3w.studio.g. აირჩიეთ 13-ის გვერდი, სადაც ჩამოტვირთავთ მონაწილის ანკეტას და გაიგებთ ყველა დეტალს, რათა გახდეთ კონკურსის მონაწილე. იცხოვრე 3 თვე ჩვენთან ერთად. მოიგე ახალი ბინა ქუთაისში და გახდი პოპულარული. და სტუდიო გელის. 13. პროექტის გენერალური სპონსორია კომპანია თაია. გადაცემის გენერალური სპონსორია ევროპაბეთი, ლიდერი კომპანია აზარტული თამაშების სფეროში. 13-ს წარმოგიდგენთ მამუკა მიქაძის სამედიცინო კლინიკა ბომონდი. გადაცემა 13-ის სპონსორია ინტერნეტ ტოტალიზატორი riviera.com, მაქსიმალური კოეფიციენტი და კომბინაციების დიდი არჩევანი. გადაცემას წარმოგიდგენთ ხორცს პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ონიმა. სასკოლო სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს. ანალოგიური საჩუქრით ახალი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ აგრეთვე ის მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც 3 და მეტი შვილი ჰყავთ და ისინი სასკოლო ასაკისანი არიან. აიწია სარეიტინგო ქულამ, სახელმძღვანელოს უფასოდ მიიღებს ყველა ის ბავშვი, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70,001 არის. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მოსწავლეთა რაოდენობას, რომლებიც უფასოდ მიიღებენ სახელმძღვანელოებს, აგრეთვე მას დაემატა მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებიც. საქმე იმაში გახლავთ, რომ 3 შვილი თუ არის ოჯახში და ბავშვების სწავლობენ ზოგად საგანმანათლებლო სკოლაში, აქ ითვლება როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლის მოსწავლეები, ისინი უფასოდ მიიღებენ სახელმძღვანელოებს. ჩვენი მონაცემებით აი ასეთი ბავშვი ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლებში არის 600-მდე. გასულ წელს სასკოლო სახელმძღვანელოების კომპლექტი 1500-ზე მეტ სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს გადაეცათ. რაც შეეხება თავად სახელმძღვანელოებს, მე-7-დან მე-12 კლასების ჩათვლით სკოლებში ყველა ახალი სასწავლო გრიფირებული წიგნის შემოვა, ისე როგორც ეს გასულ წელს 1-დან მე-6 კლასების ჩათვლით განხორციელდა. სახელმძღვანელოების შეცვლა 5 წლის განმავლობაში აღარ მოხდება. შერჩევის პროცესი თითქმის დასრულებულია. გრიფირებული სახელმძღვანელოები იქნება ყველა კლასში, უკვე არჩევანს აკეთებენ სკოლები. გრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევანი სკოლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მოსწავლე თუ ერთი სკოლიდან მეორე სკოლაში გადავიდა, მას უკვე პრობლემა აღარ ექნება, რომ სახელმძღვანელო უნდა შეცვალოს, სხვა უნდა იყიდოს და მატერიალურად ეს ოჯახებისათვის საკმაოდ მძიმე გადასატანი არის ხოლმე, მაგრამ
ეხლა გრიფირებული სახელმძღვანელოებებში უკვე აღარ არის ძალიან ბევრი არჩევანი, რამდენიმე ალტერნატიული სახელმძღვანელო არის, უკვე ჩამოსულები იყვნენ ჩვენ რაიონში გამომცემლობები, პრეზენტაციები მოაწყვეს, მასწავლებლები გაეცნენ სახელმძღვანელოებს და არჩევანი გააკეთეს იმაზე, თუ მათ სკოლაში რომელი სახელმძღვანელოთი უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა. სახელმძღვანელოების ფასი არ იქნება მაღალი, 10 ლარი, ეს გასულ წელს პირველ მე-6 კლასში სახელმძღვანელოებს ეხებოდა, ეხლა უკვე რადგანაც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება, რადგან გრიფირება უკვე მოხდა მე-7-12 კლასის სახელმძღვანელოების, უკვე აი ამ კლასების სახელმძღვანელოებიც 10 ლარი იქნება. სახელმძღვანელოები რესურს ცენტრებში სასწავლო წლის დაწყებამდე შემოვა და სკოლების ადმინისტრაციების მიერ ადრესატებზე გადანაწილდება. არასამთავრობო ორგანიზაცია კომიტეტი ღია დემოკრატიისათვის ქვეყნის საარჩევნო პროცესის დაკვირვების მიზნით საქართველოს რეგიონებში აქტიურ მუშაობას იწყებს. დღეს ისინი ზესტაფონში შემოვიდნენ. დღის პირველი საათისათვის ორგანიზაციის წევრები ქართული ოცნების რაიონულ ოფისში იმყოფებოდნენ და კოალიციის წარმომადგენლებს უსმოდნენ. რაც შეეხება კომენტარს, მათ ოფიციალური განცხადებისაგან თავი შეიკავეს. ცნობილი გახდა, რომ კომიტეტი ღია დემოკრატიისათვის ქვეყნის რეგიონებში არჩევნებამდე დარჩება და ის ყველა პოლიტიკურ ძალასთან, როგორც ოპოზიციასთან, ასევე ნაციონალურ მოძრაობასთან თანაბრად იმუშავებს. მწერალი, რომელიც ცხარე-ცრემლით სტიროდა თავის პერსონაჟებზე, მათ ზნეობასა და ცხოვრების წესზე. დავით კლდიაშვილი ამჯერად თეატრალურ სცენაზე სოლომონ მორბელაძით ახალგაზრდა რეჟისორმა ბადრი წერედიანმა დააბრუნა. კლასიკოსი მწერლის ნაწარმოების გასცენირებაზე თეატრალურმა დასმა და მოწვეულმა რეჟისორმა გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს და სპექტაკლზე მუშაობა დაიწყეს. რეპეტიციები უკვე თეატრში 2 კვირაა მიმდინარეობს. ჩვენ მსახიობებს და რეჟისორს რეპეტიციიდან რეპეტიციამდე მოპარული დრო ისევ მოვპარეთ და ისინი კულისებიდან სცენაზე დავაბრუნეთ. როლის ყოლისა მთავარი ის არის, რომ ბადრი წერედიანი გავიცანით. ურთიერთობა ჩამოყალიბდა უპირველეს ყოვლისა ძალიან კარგი მეგობრული, საიდანაც იწყება შემდგომ მერე მუშაობა სპექტაკლზეც, როდესაც დაიბადება ჩვენ შორის სიყვარული, ურთიერთობა, იმიტომ რომ რეჟისორს უნდა გაყვე და წაგიყვანოს და ეს დაიბადა, რაც თავარი და ეს მიხარია ყველაზე მეტად და აი ეს მახარებს. დაუშვათ თუ შევეხებით რატო ეს მასალა, საერთოდ ჯერ როცა იმერეთში ხარ და თან შესაძლებლობა გაქვს დავით კლდიაშვილთან კონდეს ურთიერთობა, ეს უდიდესი კლასიკოსი არის და თვითონ რაც შეეხება სათქმელს მთავარი არის რომ არ დაამახინჯო თვითონ კლდიაშვილი, იმიტომ რომ ის როგორც დიდი კლასიკოსი ყოველთვის ზნეობრივია მისი სათქმელი. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ზუსტად ეს აი ამ ზნეობის კუთხით შევხედოთ იმას, რასაც ვაკეთებთ და ჩვენი სათქმელი იყოს პირველ რიგში ზნეობრივი, ისე როგორც ბატონ დავითის ნებისმიერი ნაწარმოები არ აქვს მნიშვნელობა ეს, რომელიც ამჯერად შევჯერდით სოლომონ მორბელაძეზე და ეს ყოველ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან და დასის მხრიდან ნამდვილად მონდომება არის მაქსიმუმი, რომ ამ დიდ მწერალთან შესაბამისი ურთიერთობა გქონდეს ჩვენს და ვიყოთ იმის ღირსი, რომ ეს წარვადგინოთ მაყურებლის წინაშე. სიტყვას გაძლევ ბატონ. რა ვარწკევიხებ? იმპულს იმპულსი შესკენ გამოვლებს. ადამიანური ურთიერთობები და მწარე სინამდვილე. გზა, რომელიც მხოლოდ კუჩზე გადის. მსახიობები სოლომონ მორბელაძით მართალი სიტყვის თქმას გეგმავენ და სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადებიან. იმასედაც მადლობა გითხრა, რომ ხალხს ვაძლევ. სპექტაკლში პირველად უწევს მთავარი როლის შესრულება თემურ კიკნაველიძეს. ის თავად სოლომონ მორბელაძეს განასახიერებს. პატიოსანი სიტყვა მოგეცი შეკაცოთ ახლა. თუ საქმეს სიყვარულით არ მიუდეხი და თუ ეს არ გინდა, არანაირად არ გამოგივა, რაც არ უნდა ჩადაგიღეჯონ და პირში ჩაგიდონ, მაინც ვერ გადაკლაპავს. სადღაცაც გულზე დაგადგება და ამას ზესტაფონელი მაყურებელიც მიხვდება და ყველა ეს ადამიანი მიხვდება, ვინც გულით უდგება ამ ხელოვნებას და
რაც კიდევ რაც შეეხება როლს, ალბათ, რა ვიცი, მაყურებელი შეაფასებს რა იქნება, როგორ იქნება, რა სათქმელი იქნება და მივხვდებიან. დავით კლდიაშვილის პიესაში მეორე მიწოს მონაწილეობის მიღება, პირველი იყო ჩემთვის მანუელიძების ოჯახი, ერთ-ერთი დავიყავი იქ პატარა გოგონა და ეხლა არის ელპიტეს როლი მაქვს, რომელიც განსხვავებულია ცოტა. აქ მიწოს გასათხოვარი გოგოს თამაში, რომელსაც უნდა ძალიან გათხოვება და ეს მაჭანკლობა როგორც იყო ადრე მის მეშვეობით ათხოვებენ და რამდენად ბედნიერი იქნება არ ვიცი, იმიტომ რომ ესეთი გათხოვებული გოგო არ ვიცი მე რამდენად ბედნიერი იქნება, მაგრამ ამას ძალიან უნდა ეხლა და ვეცდები რომ ყველანაირად კარგად გამოვიდეს ჩემი როლი. მაინც რა ჩვენია და სათქმელიც ისეთი აქვს, რომ აი მართალი სიტყვა გვინდა რომ ვთქვათ რა, მართალი სიტყვა. ეს რა კარგ დროს გამომიცხადა ეს? საპრემიერო ჩვენებას თეატრალები 20 ივნისისთვის გეგმავენ. ამ სპექტაკლით კი მათ არა მარტო ზესტაფონელი მაყურებლების გულის მოგება და მხურვალე ტაშის დაკვრა მოუწევთ. სოლომონ მორბელაძით თეატრალური დასი რეგიონალურ ფესტივალზე წარდგება, რომელიც 28 ივნის ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში გაიმართება. ეს არის დაამთავრე ქათამაძეებთან მოლაპარაკება. და სტუდიო იწყებს პირველ რეალიტი შოუს დასავლეთ საქართველოს შემდეგი ტელეკომპანიების ეთერში. რიონი, ოდიში, ეგრისი, მეცხრე ტალღა, არგო, გურია ტივი, TV-ერა. ეს რეკლამა სწორედ შენს შესახებაა. და სტუდიო გაძლევს შანსს შეცვალო შენი მომავალი. ჩვენ ვიწყებთ უპრეცედენტო სატელევიზიო რეალიტი შოუს. პირველი რეალიტი შოუ დასავლეთ საქართველოში. მიიღეთ კასტინგში მონაწილეობა 18-დან 30 წლამდე დაინტერესებულმა. არაორდინალურმა, ორიგინალურმა და განსხვავებული ინტერესების მქონე ახალგაზრდებმა. მოხდით ჩვენს პროექტში. მოიგეთ პირველობა, მთავარი პრიზი, ბინა ქუთაისში და რაც მთავარია, ტელემაყურებლების სიმპათია. რეალიტი შოუ 13 თქვენი მომავლის შეცვლის უდიდესი შანსია. კასტინგები გაიმართება შემდეგ ქალაქებში. 25-26 ივნისი, ქუთაისი. 28 ივნისი, ზესტაფონი. 30 ივნისი, საჩხერე ჭიათურა. 1-2 ივლისი, ზუგდიდი. 4-5 ივლისი, ფოთი. 7 ივლისი, ოზურგეთი. 10 ივლისი, ბათუმი. შესაჩევ კონკურსს გააჩნია სპეციალური წესები. თუ გსურს კასტინგში მონაწილეობა, მაშინ ეწვიე და სტუდიოს ვებგვერდს www.studio.g. აირჩიეთ 13-ის გვერდი, სადაც ჩამოტვირთავთ მონაწილის ანკეტას და გაიგებთ ყველა დეტალს, რათა გახდეთ კონკურსის მონაწილე. იცხოვრე 3 თვე ჩვენთან ერთად. მოიგი ახალი ბინა ქუთაისში და გახდი პოპულარული. და სტუდიო გელის. 13. პროექტის გენერალური სპონსორია კომპანია თაია. გადაცემის გენერალური სპონსორია ევროპაბეთი, ლიდერი კომპანია აზარტული თამაშების სფეროში. 13-ს წარმოგიდგენთ მამუკა მიქაძის სამედიცინო კლინიკა ბომონდი. გადაცემა 13-ის სპონსორია ინტერნეტ ტოტალიზატორი riviera.com, მაქსიმალური კოეფიციენტი და კომბინაციების დიდი არჩევანი. გადაცემას წარმოგიდგენთ ხორცს პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ონიმა.